ამ დღეებში ბევრ საუბრობთ იმაზე, რომ რეჟიმის შიგნით რამხელა რეპრესიები დაიწყო, ხო, რეჟიმმა დაიწყო თავისი შვილების ჭამა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე და პირდაპირ ღარიბაშვილს მიადგნენ, მთავარ შვილს, ივანიშვილის მთავარ პოლიტიკურ შვილს, ამ გაგებით რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რამდენჯერ უქია ივანიშვილს ღარიბაშვილი, რომ ეს დამჯერია, ორი ზედმეტი თქმა არ ჭირდება, მარტივად იგებს, კარგად იყიდა ვერტალიოტები, ასეთია, ისეთია და ახლა გამოდის რომ ღარიბაშვილის თავზე ეს ყულფი ვიწროვდება და ვიწროვდება, ხო? მიადგნენ მის კადრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, თავდაცვის მინისტრი ვინც იყო, ოღონდ მიადგნენ როგორ? დაიჭირეს ბურჭულაძის გარშემო ყველა ბურჭულაძის გარდა თავისთავად ესეც რაღაც სიგნალი აშკარა. თეონა თავდაცვის სამინისტროს პერსპექტივიდან რომ ვილაპარაკოთ მათ შორის ამ საქმეზე, როგორ ხედავთ თქვენ ამ საქმეს? მოგესალმებით, დიახ, ყოფილი ვიწროვდება და მე ამას დავახმევდი კლანურ ბრძოლას, კლანურ დაპირისპირებას თავად რეჟიმის შიგნით, იმისთვის რომ ერთი მხრივ კლანში დაწინაურებულმა პირებმა ძალაუფლების და გავლენის მეტი შესაძლებლობა იქონიონ და ამ ვითარებაში იმიტაციაში თან კორუფციასთან ბრძოლის. თავი არის ეს იმიტაცია კორუფციასთან ბრძოლის და რატომ იმიტაცია? ერთი მხრივ თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად კორუფციის სავარაუდო საქმეებზე საუბარი რაც იყო თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს, თუმცა არც წინამორბედებს არ აკლდათ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კრიტიკული მასალები, რომელიც ასე იყო მედიაში და მათ შორის გახსოვთ ის დიზელი ხონება, რომელიც მინისტრს აჩნდა და კითხვით ნიშნები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ მთავარი თემა არის ის, რომ დღეს აღმოჩნდა ეს საქმე, ესე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად პლანური დაპირისპირების გამოა და აღმოჩნდა ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ არა მხოლოდ ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში, არამედ ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდშიც მე როგორც ვნახე ინფორმაცია შესაბამისად, აქ მთავარი არის ის პლანური დაპირისპირება, რომელიც დღეს რეჟიმის შიგნით არის და ის იმიტაცია, რომელსაც ცდილობენ ახლა ირაკლი კობახიძე შეფუთონ როგორც კორუფციასთან მებრძოლი, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ის, რომ ქევზი თავიდან ყროლდება და თავი ამ კორუფციული სისტემის არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის დასაწყისი და ამ დასაწყისს რა თქმა უნდა გაგრძელება მოყვება, ისე როგორც ისტორიამ ძალიან კარგად იცის, როდესაც რეჟიმი თავის შვილებს ჭამს. ეს ყველაფერი ამით იწყება. მე გულიანად გამეცინა, როდესაც ეს ინფორმაცია ვნახე, განსაკუთრებით ჩემთვის იყო მძიმე, როდესაც თავდაცვის მინისტრი საუბრობდა ლიბერალურ დემოკრატიაზე, როგორც საფრთხეზე თავდაცვის კუთხე და აი ამ საუბარმაც ვერ გადაარჩინა ის, როგორც ხედავთ, იმ ერთგულებამ, რომელსაც ის ავლენდა, ასე ვთქვათ, რეჟიმის წინაშე და დღეს უკვე იდგას ვასწავლეთ საპატიმროს წინაშე და იმ დრაკონული კანონის, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, ხო, რომ ნათესავის კერპა დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც ფინანსურ დანაშაულში არის, ასე რომ ვთქვათ, მხილებული და რა თქმა უნდა, ხო ბუნებრივია ეს ყველაფერი უნდა მივიდეს ჯუანშერ ბურჭულაძემ, იმიტომ რომ ნათესავის საქმე და ისია ეს ყველაფერი შეფუთული, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურია, რომ უნდა დასრულდეს თუ არა გაგრძელდეს ასე ვთქვათ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებით, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტაცია და სპექტაკლია, ეს რომ ძალიან ცხადი და ნათელია. თეონა, უბრალოდ როცა თავდაცვის სამინისტროზე ვლაპარაკობთ, კორუფციის რისკები ყოველთვის მაღალია, იმიტომ რომ ეს არის ხშირ შემთხვევაში დახურული შესყიდვები, ეს არის ძალიან მასობრივი შესყიდვები, დიდ ფულზე არის ლაპარაკი ხა. ეს რისკები დგას ყველგან, ყველა ქვეყანაში ზოგადად და აი ამ დემოკრატიული კონტროლი და საპარლამენტო კონტროლი არის პრობლემური, გამჭვირვალობა საკმაოდ პრობლემურია ამ სფეროში. იმიტომ რომ საჯაროობა შეზღუდულია, თუმცა არსებობს დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები. მოდი ამ ნაწილზე ვილაპარაკოთ, სინამდვილეში რა უნდა არსებობდეს რომ გამჭვირვალება. მე ვიყავი თავდაცვის სამინისტროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც არ
არაერთხელ დავაყენე გამჭვირვალობის საკითხი და იმ პრობლემების საკითხი, რომელსაც ქართული ოცნება ქმნიდა თავდაცვის ბიუჯეტის და მათ შორის უსაფრთხოების სექტორის კონტროლის კუთხით და მოგიყვებით მარტივ მაგალითს. დუბი ჯგუფში იყო მხოლოდ ერთი ოპოზიციის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ღიად ამბობდა, რომ ის არ დადიოდა ამ სტომებზე და ამას ჰქონდა პოლიტიკური მდგენელი და ჩემი კანდიდატურა მეხოთ იმის, რომ წარდგენილი იყო ოპოზიციის მხრიდან, ყველაფერი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა იმისთვის, რომ მე არ შესულიყავი დუბი ჯგუფში, მაგრამ მე გაგახსენებთ, რომ დუბი ჯგუფი, რომელიც დახურული და საიდუმლოზე სრულიად საიდუმლო ინფორმაცია და ხელმისაწვდომი ინფორმაციის ასე ვთქვათ დაშვების მქონე პირებისგან შედგება, იქ შედიოდა ანდრია ხანაშვილი, რომელიც რუსის უფროსის მანტიით არის და ირაკლი ბერაია, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა იმ პერიოდში. თუ საუბრობთ იმაზე, რომ კონტროლის კუთხით დუბი ჯგუფი იყო სამართლებრივად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე აქ ბუნებრივია კითხვა მიჩნდება რა გააკეთა ირაკლი ბერაიამ ან ანდრია ხანაშვილმა იმისთვის, რომ მომხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტის იმგვარი კონტროლი, რომ მარჯვენა ხარჯვასთან დაკავშირებით ყოფილიყო შესაბამისი ქმედებები, ან თუ გადაცემა იყო ამაზე თავდაცვის კომიტეტს და თავდაცვის დუბი ჯგუფს ქონოდა რეაგირება. ეს ერთი. მეორე როდესაც ვაყარაკობთ კონტროლზე, ამ კონტროლს აქვს ორი განზომილება. ერთი არის საპარლამენტო კონტროლი და მეორე არის ასევე სამოქალაქო კონტროლი. სამოქალაქო კონტროლის კუთხით სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმისთვის, რომ ეს კონტროლი იყოს და უნებრივია პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს იმისი, რომ გამჭვირვალობა არსებობდეს და ეს ტენდერები, როგორც წესი, ერთთან მიყიდვის გზით, როდესაც ხდება და შემდგომ გარიგებების საგანისება, ამასთან მიმართებაშიც იყო პოლიტიკური ნება, რომ ეს ისე არ იყოს. ამიტომ პოლიტიკური ნება, როდესაც არ არის, თქმა უნდა, ეს გამომდინარეობს იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც არის და მე შეგახსენებთ ნატოს გენერალური მდივნის მოთხოვნას ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, რომ მომხდარიყო საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის განხორციელება უსაფრთხოების სექტორზე. ეს იყო 2022 და მე უკვე ევროკავშირის რეკომენდაცია, 9 პუნქტიანი რეკომენდაცია, როდესაც იყო მეხუთე იყო იქ უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის განხორციელება. რაც არ გააკეთა ქართულმა ოცნებამ და მე თავად ვჩიოდი შალვა პაპუაშვილთან, რომ ქართული ოცნების ფრაქციის რეჟიმში ხდებოდა საზედამხედველო ვიზიტები თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით და ის გვიმალავდა ინფორმაციას ოპოზიციონერ წევრებს იმისთვის, რომ კომიტეტის ზედამხედველობა ყოფილიყო, რაც კანონით არის დადგენილი და არა ოცნებით. ამიტომ ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური ნება, იგივე პასუხისმგებლობა აქვს მათ შორის ანდრია ხანაშვილს და ირაკლი ბერაიას საპარლამენტო კონტროლის კუთხით, რაც მთლიანად ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მთლიანად ეს სისტემა შექმნა ბიზნა ივანიშვილმა და ამ სისტემას შემდგომ უკვე იყენებს იმ კლანური დაპირისპირებისთვის და იმ უპირატესობისთვის, რაც მის ინტერესს შეესაბამება. დიდი მადლობა თქვენ. თეონა აქუბარდა იყო ჩვენთან ერთად გახარა საქართველოსთვის პარტიის წარმომადგენელი, თეონას დავამშვიდობები.